პრემიერ-მინისტრის ინიციატივით 4 ოქტომბერი ქართული ღვინის დღედ გამოცხადდა. დღეს დილიდან ირაკლი ღარიბაშვილი კახეთის რეგიონს სტუმრობს. მთავრობის მეთაურმა მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად რთველშიც მიიღო მონაწილეობა. ამ წუთებში კი პრემიერი ალავერდის სამონასტრო კომპლექსში სიტყვით გამოდის, გამოსვლას პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. ხალხში. ვენახერე ჩვენი სულიერი სიმტკიცის წყარო. და სწორედ ამ შეგნებით უვლის და იცავს ქართველი კაცი ვარს. საუკუნეების განმავლობაში მეგობრებო. ეს რომ არა ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა ამ პატარა მიწაზე ბაზის კულტურის 500-ზე მეტი სხვადასხვა სახეობა სხვადასხვა ჯიში არსებობდეს. ჩვენ რა თქმა უნდა ვამაყობთ რომ ქართველებმა ცივილიზაციას შემოუნახეთ საუცხოო ღვინის დაყენების უნიკალური 1000-წლოვანი ტრადიცია. და სწორედ ამიტომ ჩვენ გავაწყვეტეთ რომ ავაშენოთ ღვინის მუზეუმი. ეს არის კიდევ ერთი ინიციატივა ჩვენი მთავრობის. ეს იქნება ერთგვარი ცენტრი. უნიკალური ცენტრი უნდა იყოს ეს, რომელშიც თავმოყრილი იქნება ქართული ღვინის მთელი ისტორია. მუზეუმის შექმნა მიმდინარეობს გეგმის მიხედვით, ჩვენ უკვე მუშაობთ ამაზე აქტიურად. თვითონ მინისტრი არის ჩართული. მან უკვე დაათვალა რამდენი მუზეუმი წარმატებულ ყველაზე საუკეთესო მუზეუმი მსოფლიოში და ჩვენ გვინდა რომ ყველაზე საუკეთესო გავაკეთოთ საქართველოში. ვინაც საქართველო არის ცნობილი როგორც ვაზის საკვანი. და ამიტომ ჩვენ ქართულებს გვეკადრება სწორედ ასეთი უნიკალური მუზეუმის გაკეთება. ჩვენ უკვე შევქმნით მუზეუმის განვითარების ფონდი, ასევე შექმნილი არის საბჭო, რომელიც გააკონტროლებს მან სამუშაოებს, გაიმართა უკვე მრავალი შეხვედრა არქიტექტორებთან, სპეციალისტებთან. ასევე მინდა გითხრათ, რომ ქართული ტრადიციული წესით ქვევში დაყენებული ღვინო ანციფრებს მსოფლიოს სამყარო სპეციალისტებს. და ეს უფრო ხდება პოპულარული. შემთხვევით არ არის, რა თქმა უნდა, რომ ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდს იუნესკომ გასულ წელს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ეს მიუთითებს, რა თქმა უნდა, ამ მეთოდის უნიკალურობაზე. და ეს არის გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის. რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია. ეს არის აღიარება მნიშვნელოვანი ქვეყნის, მნიშვნელოვანი ქვევრის ღვინის პოპულარიზაციისთვის. რომელიც მე მჯერა რომ ხელს შეუწყობს ზოგადად ქართული ღვინის პოპულარიზაციას მსოფლიოში და ჩვენ სწორედ გვეძლევა საშუალება რომ ახლებურად წარმოვაჩინოთ და საკადრისი ადგილი დაუმკვიდროთ ქართულ ღვინოს. მთელ მსოფლიოში. მე მჯერა პირადად რომ მსოფლიოში ყველაზე აღიარებულ ღვინოებსაც კი გაუწევს კონკურენციას. ჩვენი ღვინო არის ჩვენი ქვეყნის მე ვიტყოდი საიმიჯო პროდუქტი. და თითოეული ქართველი უნდა ამაყობდეს ქართული ღვინით. ქართული ღვინო სრულიად დამსახურებლად იკავებს თავის ადგილს მსოფლიოში და ამის დასტური არის ის რომ საქართველო ერთი წლით ღვინის ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. და 25-27 აგვისტოს წლიური კონგრესი უმასპინძლა და მე როგორც კახელს განსაკუთრებით მიხარია რომ ქართული ღვინის ქართული ღვინის პირველ ეროვნულ დასწაულს თბილისთან ერთად სწორედ კახეთი მასპინძლობს. ეს სიმბოლურია რომ სწორედ აქ დავიწყეთ ამ დღის აღნიშვნა და კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას. რა თქმა უნდა ღვინის ეროვნული დღე წარმოადგენს საქართველოს ყველა კუთხის ღვინოს. და მე დარწმუნებული ვარ რომ ღვინის დღის გეოგრაფია უფრო გაფართოვდება და მომავალში ეს იქნება ამ დღის მეღვინეობის სხვა რეგიონებში აღნიშვნის დღე. რა თქმა უნდა სიმბოლურია რომ დღევანდელი ღონისძიების ეპიცენტრი ალავერდობის კვირას სწორედ ალავერდის მონასტერში არის ორგანიზებული, რადგან სწორედ ეკლესიამ შემოგვინახა და თანამედროვეობას გადმოსცა ქვევში ღვინის დაყენების მრავალ ათასწლიანი ქართული ტრადიცია. წელს ღვინის ეროვნული დღე აღნიშნეს, როგორც მე აღნიშნეთ, წარმატებული რთველის ფონზე და მე მინდა გითხრათ, რომ ამ დღეებში ასევე ჩვენ ვზადებით, რომ რაჭაში დავიწყოთ რთველი
აკას ასე 20 საათიან რეჟიმში იმუშავებს შექმნილი საკოორდინაციო შტაბი, რომელიც უზრუნველყოფს ყურძნის შეუფერხებლად ჩაბარებას. და იმედი მაქვს, რომ არა ისე როგორც ხახელებიც, ასევე რაჭველებიც ძალიან მოყოფილი იქნებიან წლევანდელი რთველით. მე მინდა მივესალმო კიდევ ერთხელ ძალიან დიდი სიყვარული და პატივისცემით მეუფე ალავერდელს, რომელიც ჩართული არის მისი დამსახურებაა სწორედ ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია მთელ მსოფლიოში. სწორედ მისი ინიციატივით ხდება ამ უნიკალური ღვინის პოპულარიზება და ძალიან სიმბოლურია, რომ ამ დღეს ეროვნული ღვინის დღეს აღნიშნოთ მეუფესთან ერთად. მე მინდა ვთხოვო მეუფეს მოგმართოთ ორი წელი. დიდი მადლობა.